რატომ შურს მტერს შენი? გავაკეთოთ ასეთი პროგნოზი. მოგესალმებით ძვირფასებო. რატომ შურს მას შენი? გავაკეთოთ პროგნოზი. რატომ შურს შენი? ძალიან გამცემი ხართ, შეხედეთ. 6 პენტაკლი ხართ, ძალიან გამცემი ხართ და სუფთასულის ადამიანი ხართ. შენში არის ძალა, ჩემო კარგო, რომელიც ხვებისთვის თვალსაჩინოა, სიმტკიცე გაქვს სულიერად ისეთი სიმტკიცე, დამოუკიდებელი ხართ. წარმატებისკენ მიდიხართ, მაშინაც კი როცა გზაზე ძალიან ბევრი დაბრკოლება თქვენთან. ისევ უფლისწული, ხმლების, ქმედების, მოქმედების, ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ. ბევრი ვალდებულების პატრონი, ვალდებულებები ბლომად და ამ ვალდებულებების ერთგული ხართ. ყოველთვის მუშაობთ პატიოსნად. ყოველთვის ყველაფერს თქვენი გადაწყვეტილებით ასრულებთ, ხვდებით, იწყებთ. არასოდეს არ დაპირდებით ადამიანს იმაზე მეც, ვიდრე შეგიძლიათ. შეშურდება, აბა რა იქნება? აბა რატომ შურს კიდევ მას შენ? აი ვინც გინდათ ჩაიფიქრეთ, ხო? სულაც არ ჩაიფიქროთ, იმ ადამიანს დაინახავთ ვიზუალურად. რატომ შურს შენი? განდეგილიდან გამოხვედით განდეგილიდან, ბევრი იქნებოდით ისეთ ენერგიებში, სადაც აი ფიქრობთ, რომ მე ეს ყველაფერი გადავლახე, შევძელი. ან წარმატებას მიაღწიეთ, ან გადალახეთ თქვენი განდეგილობა. სტრესებიდან გამოხვედით. თავდაჯერებული ხართ ძალიან და შთააგონებთ თავდაჯერებულობას. გარშემო მყოფებზეც გადადის ეს ყველაფერი და ზრუნავთ ასევე სხვებზე. თქვენ გამოგდით სხვებზე ზრუნვა. შესაძლოა იყოს უბრალოდ ოჯახის წევრიც კი, ვიზეთ ზრუნავთ, მაგრამ თქვენ ამ გაკვეთილებში ხართ, ხვდებით? ამ ტრანსფორმაციის გაკვეთილებში ხართ, სადაც ზუსტად გაქვთ ეს ძალა, ფარველობა, რომ იზრუნოთ სხვებზეც. საოცარი ადამიანი ხართ. ძალიან ბევრი თვალია თქვენზე. თქვენს ცხოვრებაში უნდათ რომ ყველაფერი დანგრეული იყოს საერთოდ. დღეს მთხოვე ეს გამეკეთებინა, გააკეთეო, სალიო, ეს გაშლაო, რატომ შურს ჩემი და ვიფიქრე, რომ ყველას მოეწონებოდა. წინ მიდიხართ, არ ჩერდებით. უკეთესი შესაძლებლობებით ხართ, ვიდრე ის ვიღაცა. შედარების სურვილიც კი არა აქვთ, ხვდებით, ანუ ხვდება, რომ თქვენ ხართ ეტლზე, ხართ წინ, ეტლით, ცხენებით, უფრო წინ ხართ, ვიდრე თვითონ. ისეთი უნარი გაქვთ ცხოვრებაში. ძალიან რთული სიტუაციიდან მშვიდად გამოსვლის უნარი. უნდა გამოხვიდეთ, ან გამოხვედით უკვე და თავიდან დაიწყეთ ყველაფერი. ბევრმა თავიდან დაიწყეთ ყველაფერი. ბევრი ქალბატონი აქ იქნება მარტოხელა, იცით? ისეთი როგორც მარტოხელა დედა შესაძლოა, რომელმაც თვითონ შეძლო ყველაფერი მამაკაცის გარეშეც კი, ხვდებით, ანუ ზურგის გარეშე. თქვენ ძალიან ძლიერები ხართ, მეგობრებო.
ვინ არის ეს მტერი თქვენი? ეს მტერი თქვენი ისეთი იქნება, შეიძლება ცხოვრობდეს წყალთან, მეგობრებო. შეიძლება ცხოვრობდეს ზღვასთან, მდინარესთან, მტკვართან, ზღვასთან ახლოს. შეიძლება იყოს წყლის სტიქიის. იცით როგორი ადამიანია? ხშირად გეკითხებათ, შეიძლება კონტაქტობთ მასთან, დეტალებს, ყველაფერთან მიმართებაში, მაგრამ თავისზე არაფერს არ ამბობს, არაფერს არ გიყვებათ. თითქოს ცივად იღებს თქვენს წარმატებას, ან ზურგს უკან სხვანაირად იქცევა, სხვანაირად საუბრობს, თქვენ იცნობთ ამ ადამიანს. ცდილობს, რომ ეჭვი შეგიქმნას შენს გეგმებში, ხვდებით? ანუ რაღაცნაირად ეჭვები რომ გქონდეთ ყველაფერში, ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ადამიანი თქვენზე. ნაცნობი, მეგობარი, ყოფილი, რაღაცა ისეთი მეგობრის გარემოდან თან თამაშრომელი შეიძლება იყოს, ან ადამიანი, ვინც ახლოს არის, მაგრამ შინაგანად ადამიანი ძალიან ნეგატიურია. შეიძლება შორიგზიდანაც იყოს სხვათა შორის, ან დაშორდით, შერიგდით ადამიანთან, ან აღარ საუბრობთ მასთან საერთოდ, შესაძლოა აქ უკვე კონტაქტიც აღარა გაქვთ მასთან. რა უნდა რას გადაგეკიდათ? თქვენ ახალ გზაზე ხართ, ხვდებით, აი თქვენ დაბალანსირდით ძვირფასებო, ხართ ახალ გზაზე. არ ვიცი, ვისთან რეზონირდება, დამიწერეთ მერე კომენტარები, რომ ვერ მოგერევათ, რომ აღარ უნდა საუბრობდეს თქვენზე, მაინც ვერაფერს მიაღწევს. საოცარი ადამიანი ხართ, საოცარი თვისებები გაქვთ, ხართ ძალიან შანსიანი. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი შესაძლოა თქვენგან იპარავდა ენერგიებს, აი როგორც ვამპირი, ესე გართმევდა ენერგიას, და ძალიან შანსიანი ადამიანი ხართ. თქვენ ასხივებთ შუქს, სინათლეს, დადებითად მოქმედებთ ადამიანებზე, უყვარ ხართ ადამიანებს, მინდა გითხრათ. და უყვართ მათაც თქვენს გარემოცვაში ყოფნა, ამიტომ რა თქმა უნდა ეს ადამიანი ცუდად ხდება იმ ყველაფრისგან, როდესაც მაგალითად ხედავს როგორი ფანტასტიკური ხართ, ხვდებით? თვითონ არ არის კარგად, მე მგონი მას სულიერი პრობლემები აქვთ, გოგოებო, ბიჭებო, თქვენ ასე თქვით. ბევრთან ეს იქნება ძალიან ახლო კავშირიდან პიროვნება. აი ესეთი გაშლა გვაქვს დღეს, მეგობრებო. თქვენ ვერ ხედავთ წინაღობეს, ხვდებით, თქვენ ეგრევე ყველას დასახმარებლად მზად ხართ და მასაც თქვენ თავის დროზე ძალიან ეხმარებოდით, რომ იცოდეთ. ამიტომ მიხვდებით, ვინც არის, ძალიან ეხმარებოდით მასაც სხვათა შორის, აბა. დაგანებოს ამ ადამიანმა თავი, ჩემო კარგო, აღარ იჭრაოს შენზე და აღარ გიშალოს ნერვები და იყოს ასე წარმატებები ჩვენ.